ძლიერმა ყინვამ შიდა ქართლში თითქმის ყველა კურკოვანი ხეხილის ბაღი გააფუჭა. გლეხებმა და ფერმერებმა ყინვასთან ბრძოლის სხვადასხვა ხერხს მიმართეს. უმრავლესობამ დათბუნებისთვის და ყინვის დაწევისთვის ცეცხლი დაანთო, თუმცა უშედეგოდ. ტემპერატურის საჭირო ნიშნულამდე აწევა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. გლეხების მიერ დანთებულ ცეცხლს რეგიონში დაკვამლიანებაც მოჰყვა, რადგან ცეცხლისთვის რეზინის საბურავები გამოიყენეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი სტიქიური მოვლენის დროს ზარალის ანაზღაურებას დაზღვევა არ ითვალისწინებს. რეგიონში ასეთი ყინვა ბოლოს 7 წლის წინ იყო. რა პრევენციები არსებობს ყინვისგან დაცვისთვის და როგორ უნდა მოიქცნენ გლეხები, ნახეთ ნინო ფისაძის, ნატა ტაბაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟში. ჯიშების მიხედვით სხვადასხვა. ეხლა აი აქ ამითი რო შევაფასოთ, ხო, ალბათ 1.15-დან 2-ია გადარჩენილი, 10-15%. ეხლა აი ამ ჯიშზე რო იგივე გავაკეთოთ, ხო, დაუშვათ. შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება, როგორც ვფიქრობ. ანუ ამან უფრო ადრე დაიწყო ყვავილობა და ყინვას კარგ ყვავილობაში შეხვდა. ქართლში ადრეულ გაზაფხულზე ყინვამ ბლის თითქმის ყველა ჯიში გააფუჭა. კურკოვანი ხილისთვის, რომელიც ყვავილობის ფაზაში იყო, -5 გრადუსი ტემპერატურა კრიტიკული აღმოჩნდა და გადარჩენის რისკი მინიმუმამდე დაიყვანა. დავით უბაბრიამ, რომელსაც ბლის ბაღი სოფელ მეჯვრისხევში 11 ჰექტარზე აქვს გაშენებული, ხეხილის ყინვისგან დასაცავად რამდენიმე თანამედროვე მეთოდი სცადა. პრევენციისთვის ყინვამდე ბაღი 2-ჯერ, შემდეგ კი 3-ჯერ შეწამლა. ამბობს, რომ ამ ყველაფრის ფონზე 1 ჰექტარ მიწაზე 2 ტონა მოსავალი რომ გადარჩეს, კარგი შედეგი იქნება. ტემპერატურა რომ არ დაცემულიყო, თითოეულ ჰექტარზე 12 ტონამდე მოსავალს მიიღებდა. უფრო ადრე ყვავილობს გარგალი, ტყემალი, ნუში, რომელიც ეხლა მე მანდამაინც ცოტა გარგალი მაქვს, მაგრამ სრულად განადგურდა ჩემთანაც და როგორც ვიცი, სხვაგანაც. თვითონ ბალში არის სხვადასხვა ჯიშები, რომლებიცაც უფრო ადრევი ყვავილობა ახასიათებთ, უფრო ნაგვიანები. აი ჯიში არის, რომელიც პრაქტიკულად ყინვის დროს 100%-იან ყვავილობაში იყო. აქედან გამომდინარე, მისი დაცვაც, ანუ დანადგარს აქ არ უვლია. თუმცა როევლო ალბათ დიდ შედეგს ვერ მოიტანდა. ამჯობინეთ იმ ჯიშების დაცვა, რომელშიც დაცვის იმედი მეტი ჰქონდა. ეს კადრი 13 აპრილის ღამეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივების მიერაა გადაღებული. ქართლში გლეხებმა და ფერმერებმა ყინვასთან ბრძოლის სხვადასხვა ხერხს მიმართეს. უმრავლესობამ ბაღებში მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლი დაანთო. თუმცა რამდენიმე საათიანი უწყვეტი ყინვის წინააღმდეგ დათბუნების ეს გამოცდილი მეთოდიც უძლური აღმოჩნდა. ეხლა ჩვენი ვიმყოფებით ქლიავის ბაღში, ეს არის ანჯელინო, ეს არის უნიკალური ჯიშის ოტომი ჯაიანტი, რომელიც საკმაოდ მაღალ ფასიანია. და აბა ერთი ცალიც უკვე შეხედა, მოდის, აღარც ერთი არაფერი დარჩა და უკვე 5-6-ჯერ მოწამლულია. არ უნდა ამდენი, მაგრამ იმიტომ მოწამლე 6-ჯერ, რომ იქ მიწის გასამაგრებელი იქნება, ცდილობდი წამლებითაც რაღაცით გადამერჩინე, მაგრამ სამწუხაროდ 1 გექტარ ნახევარზე ახლა 2 გექტრამდე ქლიავი მაქვს, 1 მაგდენი ბალი. აგერ თქვენ აი ზემოთ მხარე ხედავთ ატამი და გარგალი და 100%-ით მის განადგურებულია. ეს ვიდეო კი იმავე ღამეს დავით უბაბრიას ბაღშია გადაღებული. დაბალ ტემპერატურას სპეციალური დანადგარი დაუპირისპირა. შიდა ქართლში ის ერთადერთი ფერმერია, რომელსაც საგაზაფხულო წაყინვის საწინააღმდეგო ტექნიკა აქვს. დანადგარი ხეებს ჰაერს ინტენსიურად უბერავს და ტემპერატურას 2-3 გრადუსით მაღლა წევს. ფერმერმა ტექნიკა 20 ჰექტარ ფართობზე გამოიყენა, რამაც მოსავლის დაახლოებით 70%-ის გადარჩენა შეძლო. ყინვისგან ხეხილის დასაცავად ძველი ხალხური მეთოდებისგან განსხვავებით, თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ეფექტურია, თუმცა ძვირად ღირებული და შესაბამისად იშვიათიც. ეს დანადგარი ფუნქციონირებს ბუნებრივი გაზის დაწვით. საქშენებიდან უბერავს ორივე მხარეს 90-100 გრადუსის ტემპერატურის ჰაერი ძალიან ინტენსიურად და ბაღში ერთი მხრივ ახდენს გათბობას, მეორე მხრივ ცირკულაციას. ანუ ისევ დაბლა დამდგარი ცივი ჰაერი გამოიდევნება ავაზევით და ჩანაცვლება შედარებით თბილი სიმაღლეზე არსებული ჰაერით. ყინვამ ქართლის სოფლებში თითქმის მთლიანად გააფუჭა ქლიავის, გარგრის და ატმის ნარგავები. განადგურებულია კაკლის მოსავალიც. ასეთი ყინვა რეგიონში ბოლოს 2017 წელს ახსოვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი ბუნებრივი მოვლენის დროს ზარალის ანაზღაურებას დაზღვევა არ ითვალისწინებს. ბაღების მოვლა კი საკმაოდ ძვირი ჩდება. თუ კი სახელმწიფო კეთილნებას გამოიჩენს და
აი ესეთ ფერმერებს, ვინც 100%-იანი ზარალი ნახა ყინვის გამო, აი განსაკუთრებით კურკონებზე და რაღაც შეღავაც არ ვიცი მე როგორ რაღაც შეღავაც ფერმერების მიმართ გამოიჩენენ, მიდმალობელი დარჩენ. აგრონომი გვიხსნის, რომ ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთანაა კავშირში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგაზაფხულო წაყინვების შესაძლოა უფრო გახშირდეს. ამიტომ ქართველ ფერმერებს კლიმატური ცვლილებებისა და დაბალი ტემპერატურის მიმართ მდგრადი ნერგების შერჩევას ურჩევს. უკვე არსებული ბაღების ყინვისგან დასაცავად კი მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს გვიზიარებს. ძირითადი ხერხი არის ეგრეთ წოდებული ბოლის წარმოქმნა, რაც ქართულმა ფერმერებმა გამოიყენეს. შემდეგი მეთოდი არის ეგრეთ წოდებული დაწვიმების სისტემები, რაც გულისხმობს ეგრეთ წოდებული სპრინკლერებით მცენარის მორწყვას, სანამ წაყინვა დაიწყებოდა, ეს უზრუნველყოფს მცენარის ფოთლების და ყვავილების გაყინვას, რადგან მათზე არის წყლის ნაწილაკები და შემდგომ ეს უნარჩუნებს მათ ტემპერატურას უკვე ყინვის დაწყების დროს. შემდეგი ერთ-ერთი მეთოდი არის ირიგაცია მორწყვა, რაც გულისხმობს მცენარის ნიადაგში წვეთოვანი გზით მორწყვას, რაც ასევე უნარჩუნებს მცენარეს, ამაღლებს მცენარეში ტენიანობას და უნარჩუნებს ტემპერატურას. ხოლო ყველაზე ერთ-ერთი და თანამედროვე გავრცელებული მეთოდი მსოფლიოში კარგი პრაქტიკად, რომელიც ითვლება წაყინვებთან ბრძოლისას, ეს არის ეგრეთ წოდებული ქარის გენერატორები და დაბერვის ტექნოლოგია. საგაზაფხულო წაყინვამ შიდა ქართლის რეგიონში კურკოვანი ბაღები მნიშვნელოვნად დააზიანა. მოსავლის იმედად მყოფ გლეხებს და ფერმერებს მოულოდნელმა სიცივემ წლების შრომა ერთ ღამეში წაართვა. აგრომეწარმეებისთვის ასეთი მასშტაბის ზარალის მართვა სახელმწიფოს, სადაზღვეო სექტორის და სასოფლო-სამეურნეო მხარდაჭერის პროგრამების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია.